საქმე ის არის, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო ფარულია, საიდუმლოებაა. ჩვენ შეგვიძლია თუ ადამიანი დაგვპატიჟებს თავის შინაგან სახლში, ხო, ეთოსი ქვია ფილოსოფიურად, ამ ესე იგი შინაგან სამყაროს მოწყობას როგორც სახლის, ხო, როგორც ჩვენთვის ახლობელი ჩვეული სამყაროს, მაგრამ მეორე ადამიანისთვის უხილავეს, ხო, საიდუმლოს. აი როგორც ჩვენ საკუთარ სახლში დაპატიჟებ ადამიანს, არა, თუ არ დაგპატიჟა ადამიანმა საკუთარ შინაგან სახლში, ასე იგი არ გაჩვენა, არა, რითი არსებობს, რითი ცხოვრობს, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, არა, რა აღელვებს მას, ხო? რითი არის ძალიან ბედნიერი რომ არსებობს ეს ცხოვრებაში, ხო? ამას რესურსებს უძახთ, ხო? შინაგან რესურსებს. ესე იგი ძალით იქ ვერ შეხო. უნდა შეგიშვან, აი ეგ მაინტერესებს. ეს არ არის ფაშისტური მეთოდი და არ არის ფსიქიატრია საბჭოთა.